ლომკით მომკვდარი ადამიანი მე არ მინახავს. ბევრი რა ხმა რო გესმის და ეს ყველაფერი რო სადღაც დანაშაულის გრძნობისკენ რომ მიექანება რა. რაღაცა თუ შეცოტავდებოდა ეს ხმა, ეგ იყო ჩემთვის кайფი რა, თორემ მე кайფს საერთოდ აღარ ვუძრავდი. აი ხა იმ დღეს მაგალითად აივნიდან ვიყურებოდი რა და დავინახე რა ადამიანები უცებ მანქანა გადმოვარდნენ რაღაცა აიღეს და ჩაჯდნენ მანქანაში და აი გამახსენდა პროსტა ჩემი თავი რა. აი რაღაცა ჩემთვის მომინდა რომ აი იმ ადამიანებისთვის რაღაცნაირად მეთქვა რომ აი არ ქნათ რა. ანუ აი რაღაც იმის სურვილი გამიშთა რომ რაღაცა გამეზიარებინა რა ჩემი ცხოვრების რაღაც რა. ანუ ამ ყველაფერმა რეალურად მე რამ შედეგებამდე მიმიყვანა რა. სპორტით ვიყავი აქტიურად დაკავებული რა. და ანუ ისე მოხდა რომ დაბადების დღეზე ვიყავი დავლია მე მოვწიე კიდევაც და ძალიან ცუდად გავხდი რა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სპორტი რომ მოვწიე და დავლია და ვსო ეგ იყო ძალიან დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია და გავაგრძელე ჩვეულებრივად სპორტით ვიყავი დიდი ხანი კიდევ დაკავებული. მე რაღაც პერიოდის დროს, ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე ფეხზე, აღარ გავაგრძელე სპორტი, რაღაც დეპრესიაში ჩავარდი და მახსოვს აი კაგრეს მაგ პერიოდში, როდესაც მე მოვიხმარე, რაღაც ძალიან დიდი შვება ვიგრძენი რა. განმანთავისუფლა რა, ბევრი რაღაცისგან რა და მე აქამდე სად ვიყავი რა. თავიდან ჩემი წესები მქონდა, რაღაცა ზომიერად შვებოდი ყველაფერს, სისტემატიური სახე არ მქონდა რა ჩემთვის რა და ესე რა ვთქვათ, უფრო როგორც გართობას ისევ ეძახდა. რაღაც ეტაპი, მოკლედ არ ვგრძნობდი რაღაცა იმ აბსტინენციას რა, ეგრეთ წოდებულ ლომკას რა და პირველ თეგროში ვიგრძენი, უკვე მივხვდი რაღაც პრობლემა იყო რა. ვეცადე ჩემით რომ შევშვებოდი და რეალურად გამომივიდა კიდევაც არც კლინიკა დამჭირები არაფერი შევძელი და რაღაც ეტაპი მოვიტოვე რა ეს მდგომარეობა ეს აზრები იმდენად ბევრი იყო იმის რომ კიდე უნდა მომეხმარა რომ ძალიან მალევე დაუბრუნდი რა მოხმარებაში მაგ თავდაჯერებულობაში ვიყავი რომ აი მე შევძლებ რა ეხა არ მინდა მაგრამ აი რომ მოვინდომო ვიზავ რა დროთა განმავლობაში უფრო იხვეწებოდა რა ეს ჩემი ილუზიაც რა უფრო მეტად მჯეროდა საკუთარი თავის და რაც უფრო მეტად მჯეროდა საკუთარი თავის უფრო სიღრმეში და უფრო ქვევით მივექანებოდი რა რეალურად ისე რომ ვთქვათ უფრო მეშინოდა ალბათ რა იმ რეალობებს გავურბოდი რა რეალობაშიც მე ვიყავი და რთული იყო იმ რეალობისთვის ესე ფხიზელზე თვალი გამესწორებინა ხოლმე მარტივი ხერხი მქონდა ნასწავლი რომ რაღაცას მოვიხმარდი და ვსო უშიშარი რაღაცა ფრონტში ტიპი ვიჩითებოდი მე ოღონდ ეს ყველაფერი გაქრა რა ნესუ მეგონა ხოლმე რომ აი მე ამ პრეპარატს მოვიშორებ და ვსო ყველაფერი კარგად იქნება რა აი მაგაში ვიყავი ხოლმე და მჯეროდა მაგის მართლა მჯეროდა აი ვიღაცას რო ეთქვა რომ მოდი აბა დავა ისიც როის დეტექტორზე შეგაერთებო აი უეჭველი მწვანე იქნებოდა რა იმიტომ რომ მაგის მჯეროდა რა მე რა რომ ეს პრეპარატი იყო კონკრეტული პრობლემა ჩემი ამას შევეშვებოდი რაღაცით ჩავანაცვლებდი მე იმ რაღაცებს კიდე ზემოდან დავუმატებდი და ბოლოს ისევ ამ წერტილში მივდიოდი ხოლმე რა აი სულ ამას შევტრიალებდი მაგრამ იმის მჯეროდა ხოლმე რეალურად რომ ეხლა რაღაცა პრობლემა იყო რა რა აი ვიღაცამ გამაბრაზა ავარია მომივიდა სამსახურიდან გამომიშვეს ანუ აი რაღაცა პრობლემებს დავეძებდი ძალიან ელემენტარულს რომ მე რაღაცა ეს ჩემი მოხმარება რაღაცნაირად გამემართლებინა ხოლმე რა დავიფიცე კიდევაც პირობაც მივეცი ეკლესიაშიც ვიყავი ღმერთსაც ვუთხარი რომ ვსო აღარ უნდა ვქნა და გთხოვ დამეხმარე მონასტერში წავსულ ვარ აი ძალიან ბევრი რაღაც ვცადე ხო მჯეროდა რა მე მაგ ყველაფრის რა რომ შევძლებდი და ეს ბოლო იყო რა მაგრამ
აი ამ თაოსში რომ რაღაც აზრები გაიელვებდა ხოლმე, მე უკვე ანუ ვაფშე მოვიწყდებოდა რა ყველაფერი რა, ანუ საერთოდ ყველაფერი მოვიწყდებოდა ის პირობაც ის და რომ მოვიხმარდი მე მახსენდებოდა. ბევრი რა ხმა რო გესმის და ეს ყველაფერი რომ სადღაც დანაშაულის გრძნობისკენ რომ მიექანება რა, ანუ აი წერტილი იყო ძირითადად აი რა ანუ სულ დანაშაულის გრძნობას განვიცდიდი რა, სულ იმედგაცრუებას განვიცდიდი და მაგაში ვიყავი და მე ისევ რა უნდა მექნა ხო, ანუ ვცდილობდი რომ ისევ გავქცეულიყავი მაგ მდგომარეობიდან, გავქცეულიყავი რითი მოხმარებით, უფრო მეტის მოხმარებით, მე იქ რაღაცის დამატებით, რაღაც რომ აი ეს გამეჩერებინა რა, ანუ რა. რაღაცა თუ შეცოტავდებოდა ეს ხმა, ეგ იყო ჩემთვის кайფი რა, თორემ მე кайფს საერთოდ აღარ ვგრძნობდი, ის იყო რომ რაღაცა გადავრჩენილიყავი ერთი დღე რაღაცნაირად მეცოცხლა რა, იმიტომ სულ მქონდა შეგრძნება იმის რომ არ მოვიხმარ ერთი დღე მოვკვდები, ანუ ამის გარეშე რა უნდა ვქნა, ანუ ცუდად ვიყავი რა, ანუ აი ის ჩემი მდგომარეობა ასოცირდებოდა რაღაცნაირად სიკვდილთან რა და მაგით მკვდარი არავინ არ არის რა, ანუ ლომკით მკვდარი ადამიანი მე არ მინახავს რა და ჩემი ბრალი არ იყო ხალხის ბრალი, იყო უბნის ბრალი, იყო რავი ხელისუფლება, ქვეყანა, ყველაფერი, ყველას ბრალი იყო, ჩემი ბრალი არ იყო რა, არაფერი რა. თავარი იყო ჩემთვის აი რაღაც პასუხისგებლობის გრძნობა, სადღაც იქით მომეშორებინა და არ ამეღო რა რაღაც ჩემს ქმედებებზე რა პასუხისგებლობა. ან თავიდან საუბრობდი რა მაგ ყველაფერზე და ერთად გვიცდია რომ შევშვებოდით და ხელი ჩამოგვირთმევია ერთმანეთისთვის და მართლა ეს ხარდაჭერა გქონდა ერთმანეთთან რომ მიდი შევძლებთ და შეგვიძლია და რაღაც მაგრამ მე ბოლოს წავსულართ ერთად და მოგვეხმარია რა. უკვე იმდენჯერ თქვი და იმდენჯერ გავტეხე ეგ პირობა რა, რომ მე უკვე ძალიან მწვენოდა რა მაგის თქმა რა და ძირითადად ჩემ თავთან ვრჩებოდი ხოლმე რა მარტო რა. თავჩახრილი, სათვალით, კეპით და კაპიშონით დავდიოდი ხოლმე. სულ მთელი ცხოვრება სანამ მოხმარება იქნება და ვცდილობდი ხოლმე რაღაცას რო ვიტყოდი, აუცილებლად გამეკეთებინა ხოლმე რა და მე უკვე მაგის შესრულებები რო არ ხდებოდა, ძალიან ურტყავდა რა ესე რა ჩემ პიროვნებას. არავინ არ ყავდა არასდროს ნანახი, რომელიც აი შეეშვა რა ესე მოხმარებას და კი მყავდა ნანახი შეეშვა მოხმარებას, ოღონდ სვავს, მყავდა ნანახი შეეშვა მოხმარებას, ოღონდ რა ვიცი, ანუ რამდენი მოსაწევიც არ უნდა მისცე მოწევს ერთი დღის მანძილზე და ეგეთი ხალხი მყავდა ნანახი, მაგრამ ანუ ადამიანი რომელიც ფხიზელი იყო, იცინოდა და ბედნიერი იყო, ანუ არ მყავდა რა ნანახი და ანუ შეხვდნენ რა ესეთი ადამიანები და რომ გამესაუბრე რაღაც ძალიან სკეპტიკურად ვიყავი რა განწყობილი ამ რეაბილიტაციაზე რა, ანუ აი არ მჯეროდა რა სიმართლე რო ვთქვა. ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა იმის შემდეგ, რომ აი ძალიან გულწრფელად სახლში მივედი და ვთხარი რომ რაღაც დახმარება მჭირდებოდა, იმიტომ რომ მე რესურსი უკვე აღარ მქონდა რა, რომ ჩემით რაღაცა მექნა რა და ძალიან გაუხარდათ პირველ რიგში ჩემი ეგნად თქვამი და რაღაც აი ყველა გვერდზე დამიდი. გარდა მე მეკონა ის ადამიანები ჩემი აი როგორ თქვა რა, მტრები, იმიტომ რომ რატომ მეკონა ხო მტრები, ანუ იმას მართმევდნენ, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარდა რა, რაც მე რის გარეშეც მე ცხოვრება არ წარმომედგინა და იმაზე მეუბნებოდნენ, რომ ანუ არ გინდა რა, ანუ მოკლავს, ჩვენც ვკლავს და ანუ ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად როგორც შეეძლოთ, როგორც იცოდნენ, გამოვეძვრნენ მაგ მდგომარეობიდან და მე მაგ ყველაფერს ვერ ვღებულობდი. რო წავედი ნუ შეშინებული რაღაცა ისე და ისეთი მშვიდი და კარგი გარემო დამხვდა რა ადამიანები, ჯერ რო უყურებდი რა ამ ადამიანებს, რომ ფხიზლები, ზოგმა 2 წელიო, ზოგმა 6 წელიო, ზოგმა ნუ იყვნენ იქ ჩემსავით ადამიანები მისულები, რომლებიც რამოდენიმე დღე იყვნენ იქ და უკვე რაღაცა კაი შემართები და აი რაღაც სულ ვეძებდი იმას, რომ აი რაღაცა სიმშვიდე ყოფილიყო რა, სიმშვიდე დღესაც აი ფასეული ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე არის სიმშვიდე რა, იმიტომ რომ მე 10 წლის მანძილზე მშვიდად არასდროს არ ყოფილვარ რა და ძალიან მშვიდი გარემო დამხვდა რა და რაღაცნაირად ანუ აი
ძალიან დიდი რწმენა შემომივიდა რა, რომ რაღაცა მუშაობს, ანუ თუ ეს ადამიანები არიან ფხიზლები და დაეხმარათ ეს ყველაფერი, ანუ მე რატო ვარ გამონაკლისი რა, ანუ მე თუ გავყვები ამ ყველაფერს, ნუ შემიძლია რომ რაღაცა შევცვალო რა ჩემ ცხოვრებაში და რაღაც პერიოდის მერე ძალიან დიდი რწმენა შემომივიდა რა იმის თუ რასაც ვაკეთებდი, იმიტომ რომ უკვე შემეძლო ადამიანებს გავსაუბრებოდი, უკვე რაღაცა ის ნაგავი რაც მქონდა ჩემში დაგროვებული, უკვე გამომქონდა და საუბრობდი მაგ ყველაფერზე. ძალიან დაბნეული ვიყავი ჯერ რა, ანუ ისედაც ანუ რომ გამოვედი იქიდან რა. ანუ არ ვიცოდი მე ზოგადად ნარკოტიკის გარეშე ურთიერთობა ადამიანებთან რა, ანუ არ შემეძლო რა, ანუ აი თვითონ საუბარიც არ შემეძლო და ანუ არაფერი არ შემეძლო. დილა რო გათენდებოდა მე რაღაცა უნდა მომეხმარო რომ გავსულიყავი ან სამსახურში წავსულიყავი ან რაღაცა გამეკეთებინა ანუ მაგის გარეშე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის რა ცხოვრება რა და ვინმე რომ ენახა და რაღაცა მესაუბრა ან საქმე გამეკეთებინა რაც გინდა ვიყოთ ნებისმიერ რაღაცა ან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ მარტო არ ხარ რა თურმე რა ადამიანი რა ანუ მე სულ შეგრძნება მქონდა ბოლო პერიოდის მანძილზე რომ მარტო ვიყავი რა ანუ რა ვსო რა იმიტომ რომ მე თვითონ გავაკეთე ეგ რა რეალურად რა ანუ მე თვითონ ვეცადე რომ ჩამოშორებულიყავი იმ ადამიანებს, ვინებიც, ნუ არამოხმარებელ მეგობრებს და რომ თხოვდნენ რომ ნუ რაღაც ვიქნებ ჩვენსკენ წამოხვიდე რა, ნუ დავკარგე და რაღაცები და ამ საუბრების ფონზე მე სულ ვცდილობდი ხოლმე რომ როგორი დიამი არა ამათვის ვისაც ეხლა ამ ეტაპზე გონია რომ მოხმარება ძალიან მაგარი რაღაცა არის და ძალიან მაგარი ემოციებთან ასოცირდება, ანუ შედეგი მოაქვს რა, ანუ მე ბედნიერი ადამიანი ვარ, ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი მაქვს და ნუ რაღაცა დგავარ რა დღეს ფეხზე და შემიძლია რა, ანუ თქვენთან საუბარი, მაგრამ ნუ ჩემი მეგობრები ძალიან ბევრი, ვისაც ვიცნობდი, დღეს ცოცხლები აღარ არიან. ყველაზე მეტად მახსოვს, ნუ ბაბუაჩემის მიმართ გრძნობდი ხოლმე ძალიან დანაშაულის გრძნობას რა, იმიტომ რომ რაღაც ისე იყო რა, ავად იყო ის პერიოდი. ბებიაჩემ მთხოვა რომ დამეტოვებინა რა. ისე მოხდა რომ ნუ იმ პერიოდში წაიქცა რა ბაბუაჩემი და ეს წაქცევა და მისი სიკვდილი ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან რა და მან ყველაზე მეტად დამნაშავედ გრძნობდი საკუთარ თავს რა. რომ მოვიხმარდი მაგაზე აღარ ვფიქრობდი რა. მახსოვს რა ეგ პერიოდი ძალიან კარგად. ძალიან დიდი ხანი მაქონდა ხოლმე რა ეგ შეგრძნება და გამოფხიზლება რომ დავიწყე რა. სულ ეგ მქონდა რა, რომ აი რაღაცა ძალიან დიდი ლოდი მქონდა რა მხრებზე თითქოს რა, მოკიდებული რა, ბაბუაჩემის სახით. ანუ ყველა ადამიანს ჩემი აზრით რაღაცა მითავისებული მიდგომა ჭირდება. ზოგს ეხმარება ის, რომ სახლის კარს აღარავინ აღარ უღებს. ზოგს ეხმარება ის, რომ სითბოთი ეუბნებიან, რომ მოდი აბა რაღაც რით დაგეხმარო, როგორ შევცვალოთ. მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე ძალიან დიდი პროტესტი მიჩნდებოდა თიც რომ იქნებდნენ რომ აი არ უნდა ქნა ჩვენმა შვილმა ესეთი რაღაცები ან მე თვითონაც ვიცოდი რომ ეგ არ უნდა მექნა ანუ ძალიან ბრაზდებოდი ჩემს თავზე რა ძალიან ბრაზდებოდი იმით რომ ნუ არ გამომდიოდა რა ანუ ვცდილობდი მართლა ვცდილობდი მაგრამ ნუ არ გამოდიოდა რა ის ჩემებმა როგორც იცოდნენ ისე გამზარდეს რა როგორც იცოდნენ ისე შემიშალეს ხელი როგორც იცოდნენ ისე დამეხმარნენ ანუ რაც იცოდნენ ის გააკეთეს ისედაც მე რო უკვე მქონდა ეგ ყველაფერი გასინჯული ანუ ვინც არ გინდა წინ დამდგომოდა მაინც გავაკეთებდი მაინც ყველაფერს ვიზავდი, ანუ დაჟე კედელს გავანგრევდი და წავიდოდი და მაინც ვიზავდი.